Am პირველში გაჩვენებთ რა ხდება ახლა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების წარმომადგენლები არიან მობილიზებული ცოცხალი ჯაჭვი აქვთ მათ გააკეთებული ხედავთ გედედეს თანამშრომლებს მათ შორის რომლებიც ცოცხალ ჯაჭვში დგანან ყველა აკელოდება სინოდის სხდომის დასრულებას და იმ გადაწყვეტილებას რომელიც სწორედ სინოდმა უნდა მიიღოს ორ მთავარ კითხვას უნდა გასცეს დღეს მაღალმა იერარქებმა პასუხი როდის და სად დაკრძალავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორე სინოდის ხდომა სავარაუდოდ მალე დასრულდება და გაკეთდება პირველი განცხადება მედიასთან ყველა კითხვაზე გავიგებთ პასუხს როგორც ჩვენთვის არის ცნობილი კომისიის ხდომაც პარალელურად უნდა გამართულიყო ეს არის ის კომისია რომელიც სინოდის წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფის და ასევე მთავრობის ადმინისტრაციისაგან გამოგზავნილი თანამშრომლებით იქნებოდა დაკომპლექტებული და ეს კომისია უნდა გადაწყვიტოს ამ კომისიამ სწორედ პროცედურები დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყველა დეტალი უნდა გაიწეროს ჩვენ ერთადერთი ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან ვინც აქ ვნახეთ შესული თინათინ რუხაძე იყო სავარაუდოდ ის არის სწორედ ამ კომისიის წევრი და ის არის ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი შესაბამისად ახლა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მას შემდეგ როგორც კი დასრულდება სინოდის ხდომა ჯერჯერობით როგორც პრაქტიკა აჩვენებს სინოდის ხდომიდან ვრცელდება ხოლმე ფოტო ვიდეო ჩანაწერები კადრები თუმცა ესეთი კადრები ამ ხდომიდან ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს სავარაუდოდ ცოტა ხანში გვექნება შესაძლებლობა მოусმინოთ სინოდის წევრებს ანდრია ჯაღმაიძემ გითხრა რომ მედიასთან გააკეთებს ის კომენტარს და ისაუბრებს უფრო მეტი დეტალთან დაკავშირებით სასულიერო პირები რომლებიც აქ იმყოფებოდნენ დღეს მთელი დღის განმავლობაში რომლებიც შეიკრიბნენ სწორედ იმისთვის რომ მოსულიყვნენ საპატრიარქოში იხსენებენ პატრიარქს ემშვიდობებიან ერის სულიერ წინამძღვარს აქ მყოფი ადამიანები აცხადებენ რომ უმძიმესი დღეები უდგას ახლა საქართველოს და ყველა საუბრობს იმ ღვაწლზე და იმ მემკვიდრეობაზე რომელიც სწორედ ილია მეორემ დაუტოვა ქვეყანას პატრიარქი თელი ეპოქა არის არ ყოფილა რაიმე როდესაც მასზე არ გადასულიყო ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის ხრებზე ღირსეულად იმიტომ რომ გაიტანა იმიტომ რომ ამდენ ხალხს უყვარდე მე არ მგონია ხოლოდ ჩემ ფიქრებში რას ვფიქრობდი იცი კიდე თუ უყვარდათ ვინმე ასე აი ერის სულიერი წინამძღვარი მე მგონია უპირობო თუ კიდე დარჩა ვინმე რომ ამას არ ხედავს ესე იგი ეს უგრძნობელი ყოფილა თუ ვინმე დარჩა უგრძნობელი არის როცა მზის დანახვა არ გინდა ღამე ეძებ რა ჩემი ინფორმაცია გაქვთ ამაზე არა მაგრამ ანდერძი არა როდესაც უკვე სიცოცხლეშივე თქვა ხო სიცოცხლეშივე დასვა და ანდერძი არა ახლა მაინც ეს უნდა როგორ ფიქრობ თქვენ თქვა ერთი და გააკეთა მეორე ხო იმიტომ რომ ეს იყო გამოხატული მისი ნება და მე არ ვფიქრობ რომ ანდერჩი სხვა იქნებოდა რა ვინ აიძულებდა რა პატრიარქს უბრალოდ შეიძლება ეწეროს დაკრძალვის ადგილი მაგალითად ხო ეს შესაძლებელი აბსოლუტურად ეს შესაძლებელი არა მაგრამ მე თუ მკითხავენ მე ვფიქრობ რომ სამება მისი სახი არის რა უწმინდესი სახი არის სამება მე ვფიქრობ თუ კი იქნება ასეთი ჩემი წინადადება ეს იქნება იშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი ძალიან დახვეწილი პიროვნება იყო ჩემ დაბადების დღეს გარდაიცვალა ძალიან უყვარდი მე შვილი ვიტყავდი მეუბნებოდა ხოლმე რომ ჩემი იმედი ხარ პატარა რო ვიყავი 17-18 წელი შემთხვევითი მაინც არაფერი არ არის ქვეყნიერებაზე და ყოველ ჩემს დაბადების დღეს მის გარდაცვალებას ეს რაღაც მოდი ასე ვთქვათ რომ მისი პერსონალური დახმარებაც არის ჩემთვის რომ ესე იგი რაღაც სულთან კავშირი რომელიც იყო გაგრძელდება წინა მამებზე რომ წამიკითხავს რაღაცეები ესეთი შევა დარიგებები როგორი პიროვნებებიც იყვნენ როგორ ზრუნავდნენ ხალხზე როგორ მტკიცე ქონდათ გულში სარწმუნოება მართლმადიდებლური სარწმუნოება მე აი რაც სამიკითხავს ხოლმე ეს უშუალოდ ადამიანი ხილვით მარტო პატრიარქი მყავს ეგეთი ნანა ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი სინოდის ხდომაზე გაიხსნება ანდერძი როგორც არ ვიცი არ ამგონია სინოდია ძმები ვართ ქრისტეში ჩვენი აზრი გვექნება მაგრამ მე ღმერთი როგორც ინებებს სულიწუდის მადლი გვიწინ ამძღურებს
და ყველაფერს გაიგებს. საპატრიარქოდან მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრთან გაიმართება. სწორედ სამების საკათედრო ტაძარში უნდა გადაასვენონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ახლა დაასვენებული არის საპატრიარქოს რეზიდენციაში. აქ თქვენ ხედავთ, რომ გარდა იმისა, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მობილიზება არის, აქ ნელ-ნელა უკვე დაიწყეს მოსვლა მორწმუნეებმა, ადამიანებმა, რომელთაც სურთ, რომ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა გადასვენების პროცესში, სწორედ სამების საკათედრო ტაძრამდე გაიარონ სწორედ საპატრიარქოდან გზა ფეხით. აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ პატრიარქზე, ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე არის დღეს და მიაჩნიათ, რომ ეს არის დღე, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ის განცხადებები, რომელიც აქ ჩავწერეთ. გარდა ამის, აქ გამოჩნდნენ უკვე სტუდენტები, პატრიარქის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან აქ შეკრებილი და ისინი ელოდებიან მსვლელობის დაწყებას. დიდი განსაცდელი დაგვატყდა თავს, მერთმა გაგვაძლებინოს და მოგვათმენინოს. უდიდესი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, წყემსო კეთილო განისვენებ მშვიდობით იმ ქვეყანას. ჩვენ ვართ წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, ასე რომ ვთქვათ და ეს უნივერსიტეტი 2008 წელს პატრიარქად დაარსა თვითონ. დღეს ასე რომ ვთქვათ, მთელი უნივერსიტეტი დუმდა, რომ ხანერი დღე გათენდა. სიციური ფარველი ყავს საქართველოს ძალიან დიდი. ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი დავკარგეთ, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა უდიდესი პერიოდი, გვეხმარებოდა ისეთ გადაწყვეტილებებში, ის გადაწყვეტილებაც ჩვენთვის ერთული იყო. ძალიან გული დამწყდა ნამდვილად. რაც შეეხება ექსპროლობას. რა თქმა უნდა, ბოლომდე დავესწრებით და ბოლომდე დავდგებით საპატრიარქოს გვერდში. საქართველოში გლოვაა გამოცხადებული, ქვეყანა ემშვიდობება ერის სულიერ წინამძღვარს. ახლა ყურადღების ეპიცენტრში არის საპატრიარქოს რეზიდენცია. ამ რეზიდენციაში არის დასვენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. 4 საათზე არის დაანონსებული საპატრიარქოს მხრიდან მსვლელობას სამების საკათედრო ტაძრამდე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პანაშვიდები სწორედ სამების საკათედრო ტაძარში იქნება, რაც შეეხება ადგილს, სადაც დაკრძალავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. რამდენიმე ვერსია განიხილება აქტიურად. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ თავად პატრიარქის სურვილი იყო, რომ სიონის საკათედრო ტაძარში დაედო მას ბინა და სიონის საკათედრო ტაძარში დაეკრძალათ. მე მაყურებელს ვეთყვი, რომ ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ბოლო 7 პატრიარქი სწორედ დაკრძალული არის სიონის საკათედრო ტაძარში. საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გავიგებთ კონკრეტულად რომელ რიცხვში მოხდება საქართველოს პატრიარქის დაკრძალვა და სად. გარდა ამისა, ამ დღისთვის ბუნებრივია მთელი მსოფლიოდან საპატრიარქო ამბობს, რომ მთელი მსოფლიოდან ელოდებიან სტუმრებს სწორედ დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად და ახლა საინტერესოა რა განცხადებები გაკეთდება სწორედ სინოდის დასრულების შემდეგ.